Ძვირფასო ელჩებო, ძვირფასო მინისტრებო, ძვირფასო სტუმრებო, ყველას მოგესალმებით. მივესალმები რკინიგზის გენერალურ დირექტორს, ჩვენს რკინიგზელებს. დღეს მართლაც ისტორიული დღეა. ვინაიდან სწორედ აბრეშუმის გზის ფარგლებში საქართველოს გაივლის პირველი ტრანზიტული მატარებელი, რომელიც წვირთ ჩაიტანს ჩინეთიდან თურქეთში. აბრეშუმის გზის ამოქმედებით ჩვენი ქვეყანა იბრუნებს იმ ისტორიულ მისიას, რომელიც მას აკისრია საუკუნეების განმავლობაში. და ჩვენ დღეს ვიწყებთ რეალური წვრილის შეტანას საყოველთაო ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. მოგეხსენებათ, რომ საუკუნეების განმავლობაში აბრეშუმის გზა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სახმელეთო მარშრუტი, რომელიც აკავშირებდა ევროპას და აზიას. ისტორიული აბრეშუმის გზის პროექტის იდეა ჩინეთის პრეზიდენტს ეკუთვნის. ჩვენ ამ საკითხზე დავიწყეთ მუშაობა 2 წლის წინ, მაშინ მე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას გამოვედი ინიციატივით, რომ საქართველოს ჩართულიყო ამ პროექტში და სწორედ ამ მიზნით ჩვენ ოქტომბერში წელს პირველად ჩავატარეთ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელზეც 32 ქვეყანა ჩამოვიდა, 32 ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვიდა, 1000-მდე სტუმარი, დაახლოებით 500 წარმომადგენელი იყო ჩამოსული ჩინეთიდან და ვფიქრობ, ეს იყო წარმატებული დაწყება. მე მინდა აღვნიშნო ასევე ის ფაქტი, რომ ჩვენ ჩინეთთან განსაკუთრებით დავაახლოვეთ და გავაღრმავეთ ურთიერთობები. ბოლო 2 წლის განმავლობაში მე გახდით ვიზიტით ჩინეთში რამდენიმე თვის წინ, სადაც საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის დაიწყებოდა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და სწორედ რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი ბატონი ხუმსიშვილი იყო ჩინეთში, სადაც მან ოფიციალურად ხელი მოაწერა აღნიშნული მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მემორანდუმს. მოგეხსენებათ, რომ აქამდე ჩინეთიდან ევროპაში პროდუქციის გადაზიდვა ძირითადად ხდებოდა ზღვით, რასაც რა თქმა უნდა საკმაოდ დიდი დრო მიაქვს, საშუალოდ 40 დღე. ხოლო აბრეშუმის გზის გაყოლებაზე მდებარე ქვეყნების თანამშრომლობა ჩვენ მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ ვაწარმოოთ ჩინეთიდან ევროპაში გადაზიდვები ბევრად უფრო სწრაფად და იაფად. და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ჩინეთის უკიდურესი აღმოსავლეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთის გადაზიდვა ხდება ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით. მე მიხარია, რომ სიმბოლურად ჩვენს მატარებელს ამშვენებს საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთის და ევროკავშირის დროშები. ჩვენ შეგვიძლია უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში 8-10 დღეში ტვირთი მივიღოთ საქართველოში და შემდეგ 3-5 დღეში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. აბრეშუმის გზა ეს არის იაფი და ყველაზე მოკლე გზა. 5-ჯერ შემცირებული გზა აზიასა და ევროპას შორის. ჩვენი ქვეყანა ამ უმოკლესი მარშრუტის ნაწილს წარმოადგენს და ეს მარშრუტი ჩვენ გვაძლევს დამატებით შანსს, რომ გავხდეთ მსოფლიო ეკონომიკური მოვლენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე. აბრეშუმის გზა ეს არის ერთ სარტყელში განლაგებული პარტნიორი ქვეყნების დამატებითი ბიძგი პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. მე მჯერა, რომ ეს პროექტი ჩვენს ქვეყანაში მოიტანს მეტ ინვესტიციას, მეტ სტაბილურობას, მეტ დასაქმებას და კეთილდღეობას ჩვენი მოსახლეობისთვის. და მჯერა, რომ აბრეშუმის გზის პროექტის საშუალებით საქართველო გახდება მულტირეგიონალური ცენტრი, რომელიც დააკავშირებს ევროპას, აღმოსავლეთ აზიას, ინდოეთს, ცენტრალურ აზიას და შუა აღმოსავლეთს. ეს არის სწორედ ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება. სწორედ ასეთი გონივრული პოლიტიკით ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ძალიან მიმზიდველი
ინვესტიციებისთვის და გახდეს მართლაც რეგიონალური ჰაბი. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო დღეს მობრძანებულ სტუმრებს, ძვირფას ელჩებს. მე მინდა ასევე მადლობა გადაუხადო ბატონ მამუკა ბახტაძეს, მის გუნდს, ყველა რკინიგზელს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. მე ასევე მინდა ვისაგებ შემთხვევით და ყველა შეგახსენოთ, რომ სწორედ 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვნენ ჩვენი რკინიგზელები, ასე რომ მე მინდა მათ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო. დიდი მადლობა. Yeah.